შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. თაწმინდაზე ნაწილი მეორე. თაწმინდაზე მაროსთან კორნელი ღამის 10 საათზე მივიდა. ჩუმად ავიდა აივანზე და სარკმელში შეიხედა. ქალს ისე მშვიდად ეძინა, რომ კორნელის მისი გაღვიძება დაენანა. ოთახს მოავლო თვალი, საწოლთან კედელზე ხალიჩა იყო გაკრული. ზედ მიხას დიდი სურათი ეკიდა. საწოლის წინ კი პატარა ფარდაგი დაეფინა მაროს და ზედ ქოშები და ტუფლები ეწყო. იქვე კოხტად მოწყობილი სატუალეტო მაგიდა და კედელთან უჯრებიანი და სარკიანი შკაფი იდგა. შუა ოთახში თეთრი სუფრით დაფენილი სასადილო მაგიდა. მარცხნივ ჩინური ნახატებით შემკული შირმა, რომლის იქით პატარა სამუშაო ოთახი მოეწყო მაროს. იქ ტახტზე მისი ძმა მიხა იძინებდა. ყველაფერს სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული ქალის ხელი ემჩნეოდა. ამ სისუფთავეს და წესრიგს კორნელის დედამ, ტერეზამ შეაჩვია მარო. კორნელი ფანჯარას მოშორდა. მაროს ოთახის წინ აივნის მოაჯირზე სკამზე დაჯდა. პატარა ეზოსა და ბაღს გადახედა. შუა ეზოში აწუმოქმედო შადრევანი იყო გაშენებული. აივნის წინ ცაცხვები და აკაციები იდგა. ტოტები აივანს ელამუნებოდნენ და მათ ხელითაც კი მისწვდებოდა კაცი. მალე ოთახიდან საწოლის ჭრაჭუნი და ფეხის ხმა შემოესმა კორნელის. მარო ფანჯარასთან მივიდა. მერმე ქოშებში ფეხი შეზდგა, საჩქარო ჩაიცვა, თმა გაისწორა, აივანზე გამოვარდა და კორნელის მოეხვია და ჩაჰკოცნა. ასე როგორ დამეძინა, რომ შენი მოსვლა ვერ გავიგე. დიდხანსი ხარ აივანზე, ვერ გამაღვიძე ბიჭო. ისე ტკბილად გეძინა, რომ დამენანა, უთხრა კორნელი. მის წინ პატარა კოხტა და ჯამრთელი მოღიმარი ქალი იდგა. ძილისაგან შეწითლებულ ლოყებზე ღრმულები აჯდა. თეთრი კოფთა და კაბისტანი ეცვა. შიშველი პატარა ფეხები ქოშებში შეედგა. გაიგე ბარათოვს რომ ბომბი ესროლეს, ჰკითხა კორნელიმ. გავიგე. სამწუხაროა მხოლოდ ბარათოვი რომ გადარჩა. არკადი ელბაქიძე კი დაიღუპა. კორნელიმ პირველად გაიგონა მაროსაგან, რომ ბარათოვს ბომბი მუშამ არკადი ელბაქიძემ ესროლა. გაუკვირდა, რომ იმ მორიდებულმა და მშვიდმა რაჭველმა კაცმა, ზარეულმა, ისეთი გაბედული და საშიში საქმე შეასრულა. მარომ ოთახიდან სკამი გამოიტანა და აივანზე კორნელის პირდაპირ დაჯდა. იგი დიდხანს ლაპარაკობდა მიმდინარე ამბებზე. ვარაუდობდა თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ბარათოვზე თავდასხმას. არა, თქვა ფიქრში წასულმა მარომ. არაფერ კარგს არ უნდა ველოდეთ. მენშევიკების მთავრობა მაშინაც კი არ შეიცვლებოდა ბარათოვი რომ მოეკლათ. ერთს მოკლავდა, მეორე გამოჩნდება და მის ადგილს დაიკავებს. შენ მართალი ხარ, დაეთანხმა კორნელი. ისტორიაში ვერ ნახავ ისეთ შემთხვევებს,
როდესაც თუნდ დიდი პიროვნებების უეცარი დაღუპვა გადამწყვეტ გავლენას ახდენდეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენების მსვლელობაზე. ხალხთა ბედიღბალს ახლა გმირი კი არ წყვეტს, არამედ თვითონ ხალხი. ხალხის მიერ არჩეული ორგანო, პარლამენტი, საბჭო. მაგრამ დასავლეთში ხალხს ყალბი არჩევნებით აღორებენ. დიდართა ოქროების საშუალებით პარლამენტში ისეთი პრეზიდენტი და მინისტრები გახავთ, რომლებიც მდიდრების, კაპიტალისტების და ბურჟუაზიის ინტერესებს ემსახურებიან. შენიშნა მარომ. ეს მართალია, ისევ დაეთანხმა კორნელი და დასძინა. მე სხვას გეუბნებოდი. ისტორიაში პიროვნების როლის შესახებ მოგახსენებდი, რომ ერთი კაცის, თუნდაც გმირის მოსპობა ისტორიულ მსვლელობაზე გადამჭრელ გავლენას ვერ მოახდენს მეთქი. ამიტომ არის მიუღებელი ტერორი. დაადგინა მარომ და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. საცოდავი არკადი. სავალალო ის არის, რომ მისი ბომბი უთუოდ ხელშეუშლის აჯანყების მომზადების საქმეს. ბარათოვზე თავდასხმის მოწყობის შემდეგ მთავრობა მთლად გაცოფდება. ასეთი მასობრივი დაჭერები დიდი ხანია, რაც ჩვენში არ ყოფილა. კორნელი მაროს დააცქერდა და შორეული, უშფოთველი ბავშვობა მოაგონდა. მოაგონდა ის დრო, როდესაც 10 წლის ბავშვი იულო დურგალს ეხვეწებოდა ხის თოფი გამომითალეო. კორნელიმ ხის თოფზე შაშხანის ნამდვილი ხიშტი დააგო. თოფი ისე ოსტატურად და კოხტად იყო გამოთლილი და გამოკოპიტებული იულოს მიერ, რომ შორიდან ნამდვილი შაშხანა ეგონებოდა კაცს. 10 წლის კორნელი ჯარისკაცივით თოფს მხარზე გაიდებდა, თავს აწონებდა ტოლებს და მათთან ერთად ომობანას თამაშობდა. მაგრამ ხიშტიანი თოფით გატაცების გამო სამწუხარო ამბავი შეემთხვა. სწორედ ეს შემთხვევა მოაგონა ეხლა კორნელიმ მაროს. ტერეზას ხანაში მღვდელის ერასტი მაჭავარიანის ძროხა შევიდა. კორნელი დაედევნა, ვერ მოზომა, ხიშტი გვერდში ჩასცა. ხიშტმა აპკი ადვილად გახია და იგი მუცლის ღრუში ბოლომდე შევიდა. ძროხა შინ მისვლისთანავე მოკვდა. ერასტი მიჩივლა. ძროხის მოკვლა მაროს დაბრალდა, მაგრამ მარომ სასამართლოში ხატზე დაიფიცა, ერასტი მაჭავარიანის ძროხა ჩვენს ყანაში არ მინახავს და არც მომიკლავსო. გაუგებრობას ის გარემოება იწვევდა, რომ სისხლის კვალი ტერეზას ყანის გარღვეული ღობიდან იწყებოდა. ყანა ნახირის მიერ გაოხრებული, მოთელილი და გავერანებული იყო. ერასტი მაჭავარიანმა არ იწამა მაროს ფიცი. ეს გოგო ტყუილს ამბობს, ხატი და ჯვარი არ ასწამს. ეგ ადამიანის შვილი არასოდეს არ გამოვა. ერასტიმ მოკლული ძროხის ანაზღაურება მოსთხოვა ტერეზას. ტერეზამ მრისხანედ უთხრა, თქვენი ძროხა თუნდაც ჩემს ყანიდან რომ გაგვედევნა, ორღობეში სხვა ვინმე ვერ მოკლავდა ჩემს გოგოს რომ ჩააცივდით. ძროხის მოკვლის საიდუმლოება დღემდე არ წამოსცდენიათ კორნელის და მაროს. მხოლოდ შარშანწინ გაუმჟღავნა იგი კორნელიმ დედას. ტერეზა შეწუხდა და ერასტის დაეთანხმა. მარო ადამიანის შვილი არასოდეს არ გამოვა, რადგან ხატზე ტყუილი დაიფიცაო. ეს უთხრა ახლა კორნელი მაროს და ქალი შეწუხდა. დედის წინაშე რატომ შემარცხვინე? მე ხომ შენი გადარჩენის მიზნით დავიფიცე ხატზე. ბავშვობის დროს ჩადენილი 1000 სხვა ოინბაზობა, ცელქობა და ეშმაკობა მოაგონდათ მაროს და კორნელის და ახლა გულიანად იცინოდნენ. მარო ოთახში შევიდა, ჩაი დააყენა, პატარა მაგი და აივანზე გამოიტანა
ზეცსუფრა გადააფინა და კორნელის ჩაითა და მურაბით გავამასპინძლდა. მურაბამ კორნელის ბავშვობა და სოფელი მოაგონა. ერთხელ კორნელიმ და მარომ დედას მურაბა მოპარეს. ქილა ნახევრამდე დაიყვანეს და შიგ წყალი ჩაასხეს. ეს ამბავი გამჟღავნდა. ქურდი ბავშვები დასაჯეს. საუბარში დრო შეუმჩნევლად გადიოდა. შვაღამე გადასულიყო და კორნელის უკვირდა გალაქტიონი ამდენ ხანს რატომ არ მოდის. ბარათოვზე თავდასხმის შემდეგ ქალაქში პანიკაა. აღელვებით თქვა მარომ, ბრუნსა და მართალს იჭერენ. მეშინია ჩემი ძმა მიხა და გალაქტიონი არ დაიჭირონ. რა ხანია მიხა არ მინახავს, ჩაილაპარაკა კორნელიმ. ამ დროს ქუჩიდან შემოსასვლელ კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. მარო კიბის თავთან მივიდა. თოკი მოჰქაჩა და კარი გააღო. კიბეზე გალაქტიონ გელაშვილი ამოვიდა. იგი სხვანაირად იყო ჩაცმული. ლურჯი შარვალი და კავკასიური ჩექმები ეცვა. ტილოს ხალატზე ქართული ქამარი შემოერტყა, ხოლო თავზე სვანური ქუდი დაეხურა. კორნელი ადგა და ხელი ჩამოართვა. თითქო კარგა ხანია გასულიყო, რაც არ ენახა. მიმდინარე ამბებზე საუბრის შემდეგ კორნელი და გალაქტიონი მაროს გამოემშვიდობდნენ და ქუჩაში გავიდნენ. გალაქტიონმა კორნელის უთხრა, მაროსთვის რაღაც უნდა მეთქვა და დამავიწყდა. ისევ აივანზე გავიდა. მარო ოთახში შეიყვანა და აცნობა. ამაღამ ჩვენები ბენოს ბინაზე იქნებიან. შეგიძლია ახლავე მშვიდად დაიძინო. არკადი ელბაქიძე ალბათ გეცოდინება. ძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიცი, საცოდავი, მიუგო მწუხარე ქალმა. მთავრობამ დიდი რეპრესიები დაიწყო. კორნელის ჩემ შესახებ არაფერი არ უთქვამს? არა. ოჩახ ბიჭო, საიდუმლოების შენახვას ცოდნია, თუ კი დასაც არ გაგიმჟღავნა. რა საიდუმლოება? მე კორნელის ბინაში დაღამებამდე ვიყავი. ვთხოვე, ჩემი ყოფნა არავისთვის არ ეთქვა. კორნელის ბინიდან ბენოსაკენ გავსწიე. კორნელი კი შენკენ წამოვიდა. ვანო ამბობს, კორნელი ჩვენი კაციაო. მე ამაში მასთან დღევანდელმა საუბარმა დამარწმუნა. მშვიდობით იყავი, მარო. მიხასთან ხომ არაფერს დამაბარებ. ხვალანზე გამოვიდეს ჩემთან. საქმე მაქვს. ცოტა დაიცადე. მარომ პირსახოცი, ცხვირსახოცი და კბილის სახეხი ჯაგრისი გაზეთში გაახვია და გალაქტიონს გადასცა. ფრთხილად იყავი. ერთხელ კიდევ გააფრთხილა იგი. მიხა გვიან მივიდა დასთან, დაღლილი იყო. ტახტზე დაწვა და მაშინვე მკვდარსავით დაეძინა. მარო კი ისევ მაგიდასთან იჯდა და აბრეშუმის კოფთის გულის პირს ხარგავდა. კატანაცარაც ისევ პატარა სკამზე გასულიყო და თვლემდა. ღამის 3 საათი რომ შესრულდა, ქუჩიდან შემოსასვლელი კარებიდან გასაღების წვალების ხმა შემოესმა მაროს. გაიტრუნა და გაიფიქრა. ქუჩიდან გასასვლელი კარების გასაღები დიასახლისისა და ჩემს გარდა სხვას არავის არ აქვს. დიასახლისი ბებერი ეკა ქათამაძე მართლაც ქათმებთან ერთად წვება და ღამის 3 საათზე ქალაქში რა უნდოდა. ადგა, აივანზე ფეხაკრეფით გავიდა. მეზობლის ნიკა ლაფერაშვილის ბინას ჩაუარა. დიასახლისის ეკა ქათამაძის საძინებელ ოთახის კარებს მიადგა. მაშინვე ბნელში დამალულმა, კედელს გაკრულმა ორმა კაცმა ნაგანები მკერდზე დაადვეს და გააფრთხილეს. ღმა კრინტი არ დასძრა. შეიარაღებული რაზმელები ახლა წინა და უკანა კიბით აივანზე ერთდროულად შემოვიდნენ. მარო ხელიდან გაუსხლტა რაზმელებს,
თავის ოთახისაკენ გაიჭრა და ყვირილი მორთო. მიხა, ბანდიტები დაგვესხნენ, ბანდიტები, მიხა! მარო დაიჭირეს. მიხამ ელექტრონის გაბმულობა გადასჭრა. კალატოზი ნიკა ლაფერაშვილის ბინაში შევარდა. მეზობლის სახლის ეზოსაკენ გაჭრილ ფანჯარას ეცა, მაგრამ ეზოდან შაშხანებმა დაიჭექეს და ფანჯრის მინები ჩაიმსხრა. ახლა ფანჯარას მოსწყდა მიხა და რევოლვერით ხელში ისევ თავის ოთახში შევარდა. ოთახში შესასვლელთან რაზმელებმა ჯიბის ფარნები მიანათეს, ნაგანები მოუღერეს და დასძახეს. ხელები მაღლა, დააგდე იარაღი. მიხამ ბრაუნინგი იატაკზე დააგდო და ხელები ასწია. რაზმელებმა უმალვე გაჩხრიკეს. დიასახლის ლამპა მოატანინეს და მერმე მარო და ნიკა ლაფერაშვილი და მისი ცოლიც ოთახში შემოიყვანეს და კუთხეში გააჩერეს. ჩხრეკამ დიდხანს გასტანა. იქაურობა გადააბრუნეს, მაგრამ ვერაფერი ხელშესახები და მნიშვნელოვანი გარდა მიხას ბრაუნინგისა და პოლიტიკური ხასიათის წიგნებისა და ბროშურებისა ვერ აღმოაჩინეს. მთელი სახლი ალყაშემორტყმული იყო. რაზმელები ქუჩაში, ეზოში და აივანზეც იდგნენ. მიხა საგანგებო რაზმის თანამშრომელთან, დომენტი მელაძესთან მიიყვანეს. შავგვრემანი ტანმორჩილი ჭაბუკი ოფიცერი მაგიდასთან დაჯდა და მაუზერი წინ დაიდო. კუდი მოიხადა, ხოჩორათმაზე ხელი გადაისვა და მიხას ჰკითხა. სად არიან მახათაძე, გოცირიძე, ჩიკვაიძე, გელაშვილი და სხვა შენი ძმა ბიჭები? ჩასწერე, ახლავე გეტყვი მისამართებს. მიუგო დამცინავად მიხამ. ნუ მაპამპულებ, თორემ ყბებს დაგილეწავ ამ მაუზერის კონდახით. უყვირა მიქელაძემ. ბრაზისაგან გადმოკარკლული თვალები შეანათა და რაზმელს უბრძანა. გათოკეთ! სანამ რაზმელები მიხას ხელებს უთოკავდნენ, მელაძე დასცინოდა და ემუქრებოდა მას. ენას ამოგაცლი და ისე გათქმევინებ ყველაფერს. დარდი ნუ გაქვს. მაროს გულზე ცეცხლი მოეკიდა. იგი იცნობდა დომენტი მელაძეს, როცა ის ჯერ კიდევ მოწაფე სტუდენტი იყო და შესძახა. არ გცხვენია დომენტი, შენს წინაშე მუშა დგას და არა ავაზაკი. ვინა ხარ შენ? მეფის ჟანდარმი, ოხრანკის ოფიცერი თუ სტუდენტი? ენა დაიმოკლეთ, ქალბატონო. შენობით ნუ მომართავთ და ლანძღვაგინებას თავი გაანებეთ, თორემ ძმასთან ერთად თქვენს ციხეში მიგაბრძანებთ. დატუქსა მელაძემ მარო. მიმაბრძანეთ, სულ ერთია. მე ძმას არ მოვშორდები. გიცნობთ, რაც ვაჟბატონი ბრძანდებით. სისხლის მსმელებო, თქვენ ჟანდარმებზე უარესი ხართ. უყვირა გაცეცხლებულმა და გააფთრებულმა ქალმა. მელაძემ ხმას დაუწია. თავი ისე გააქნია, თითქოს ვერაფერი ვერ გამიგია, რას ამბობენო და მაროს და მის ძმასაც აღშფოთებით ჰკითხა. რა გინდათ? რას გადამეკიდეთ? რას ჩამაცივდით თქვენ უღმერთოებო? ჭკუა სადა გაქვთ რეგვენებო? რუს ბოლშევიკებს რომ ახოლი ხართ და ჩვენ სოციალისტებს და რევოლუციონერებს გვებრძვით. რა გინდათ? საქართველოს დამოუკიდებლობის დემოკრატიული რესპუბლიკის დანგრევა და გაუქმება? სანამდე უნდა ატყუოთ ხალხი, დემოკრატები, სოციალისტები ვართო. არ გაგივათ ეს ტყუილი. ასე დენიკინსაც შეუძლია თავის თავს სოციალისტი უწოდოს. მიუგო მიხა ფრუიძემ, მაგრამ მელაძემ არაცალა და დაუყვირა. კმარა, შესწყვიტე ბილწი დემაგოგია. მე შენთან დისკუსიისათვის არ მოსულ ვარ. მერმე მაროს მიუბრუნდა და უთხრა. შეუგროვეთ საპატიმროში წასაღებად ცოტა რამ ბარგი. მარომ თეთრეული კოსტიუმი, პალტო, კალოშები და ტუფლები კალათაში ჩააწყო. ქვეშაგების შეკვრაც დაიწყო. მელაძემ დასცინა.
რა შვრები, ქალო? საპატიმროში მიმყავს თქვენი ძმა. განა კისლოვოდსკში სამკურნალოდ ვაგზავნით. მარომ მაინც გაავსო და გატენა დიდი კალათი. დაგკეტა და გასაღები ძმას ჯიბეში ჩაუდო. ამის შემდეგ თვითონ დაიწყო ჩაცმა დახურვა. თქვენ სად მიბრძანდებით? ჰკითხა მელაძემ. ძმა უნდა გავაცილო ციხემდე, მიუგო მარომ. გამცილებლები ხომ ხედავთ, ცოტანი არა ვართ. თავს ნუ იწუხებთ, არ არის საჭირო. ნაძალადევად გაუღიმა მელაძემ. არა, თქვენ ვერ განდობთ ძმას. რატომ? თქვენ გზაში ხოცავთ პატიმრებს და მერმე აცხადებთ. გაქცევა დააპირეს და გუშაგებმა ესროლესო. მოუჭრა მარომ. ტყუილია, ეს თქვენი პროვოკაციაა. ამ შემთხვევაში მაინც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენ ძმას თუ იგი არ გაგიჟდა და მართლაც გაქცევა არ დააპირა, არავინ არაფერს ავნებს. შინ ბრძანდებოდეთ. დებითა და ცოლშვილით პატიმრები ციხეში ჩვენ არ მიგვყავს. უთხრა მელაძემ. მიხა ქუჩაში გაიყვანეს. ალყა შემოარტყეს და მეტეხისაკენ გასწიეს. უკან მარო ქაქანით მისდევდა. საგანგებო რაზმის აგენტები უყვიროდნენ და აგდებდნენ. პროსპექტზე მელაძემ ეტლი დაიჭირა. შიგ ჩაჯდა და გვერდზე ხელებ გათოკილი მიხა მოისვა. ეტლის წინ სკამზე ორი რაზმელი დაჯდა. ერთიც მეეტლესთან კოფოზე. მარო მივარდა და ეტლის ფეხსადგამზე გაჩერდა. მოაშორეთ აქედან ეს ალქაჯი, იყვირა მელაძემ. რაზმელებმა მტირალა ქალი ეტლს უხეშად და გამეტებით მოჰგლიჯეს და დაიჭირეს. ეტლი დაიძრა. რა ამბავია ეს, კაცები არა ხართ ნადირებო, ქალს მაინც რას ერჩით? იყვირა მიხამ, როდესაც დის შემზარავი კივილი მოესმა და რადგან ხელები გათოკილი ჰქონდა, თავი გაიქნია და მელაძეს დააჯახა. მელაძემ ნაგანი ვაზნების ბუდით ყურთან მიადო და გაისროლა და ყურის დაფის აპკი კინაღამ არ გაუხეთქა. თმაწეწილი მარო კივილწივილით გამოუდგა ეტლს. მეორე დღეს მიხას დაპატიმრების ამბავი გალაქტიონმა კორნელი შეატყობინა. კორნელი მაშინვე გასწია მაროსაკენ. ორი კვირის თხოვნისა, ცდისა და წვალების მერმე კორნელიმ სენატორს გიორგი დადვაძეს მიხა თავდების ქვეშ საპატიმროდან გამოაშვებინა. ბოლშევიკებს მიემხრო, მათექო მაგება. პატრიოტიც ასეთი უნდა. იძახდა კორნელის საქციელით აღშფოთებული ესტატე მაყაშვილი.